ვარშავის სამიტი თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და ჩვენ გვინდა მივახციოთ, რაც შეიძლება მეც. მე მგონი უკვე საკუთარმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა იმაში, რომ ყოველთვის არ ხდება ყველაფერი ისე და ისე ჩქარა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარია, რომ ყოველი ასეთი ღონისძიებიდან ჩვენ მივიღოთ მაქსიმუმი შესაძლებელი. ამაზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ამისთვის მუშაობს საქართველოს პარლამენტი, ამისთვის მუშაობენ ჩვენი საელჩოები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უშუალოდ ნატოში და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მივიღოთ მაქსიმუმი. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ეფექტური გზა და საშუალება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღევანდელი ღონისძიებით მე გაყოფილი ვარ. თავისთავად ის ფაქტი, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა მოესმინა ჩვენთვის 4 ასპირანტი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებისთვის საქართველო, მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა. ამითი ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ 4 ქვეყანასთან მისი თანამშრომლობა უსურს, რომ კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. მე დღეს ჩემს გამოსვლაშიც მივმართე მათ და წარმატება ვუსურვე და ვუთხარი, თუ რომელიმე მათგანი ჩვენზე ადრე მიაღწევს პროგრესს, ჩვენ ამისი არ შეგშურდება, პირიქით გაგვიხარდება, რომ მეტი მხარდამჭერი გვეყოლება ნატოში, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. რაც შეეხება ჩვენს სათქმეს, ჩვენი სათქმელი ისაა, რომ საქართველოს სჭირდება ნატო და ნატოს სჭირდება საქართველო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით სათხოვარი ბევრი არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არანაკლებს ვთავაზობთ. არა მხოლოდ ჩვენი მონაწილეობით სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, არამედ ზოგადად საქართველო როგორც ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს. და შეხვედრა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია საქართველოსადმი. მე მას უკვე მესამედ შევხვდი უნგრეთში, ასე რომ ახლა მოვიწვიე საქართველოში და დიდი სიამოვნებით მიიღო ჩვენი ეს მოწვევა. ზოგადად უნგრეთი პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დროსაც გამოიკვეთა, რომ ძალიან მტკიცე მხარდამჭერია ჩვენი პოზიციების არა მხოლოდ ნატოს მიმართულებით, არამედ სხვა თვალსაზრისითაც. ზოგიერთი საკითხების შიდა პოლიტიკურ თემებზე შეიძლება ერთ და იგივე პოზიციები არ გქონდეს ჩვენ და უნგრეთის მთავრობას, მაგრამ ეს არანაირად არ ისახება ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. პირიქით, უნგრეთი არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრა უკვე 4 ასპირანტი ქვეყნის სპიკერების დონეზე. მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს დიდი ხანია ვიცნობთ, მას მაღალი თანამდებობა ეკავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და საქართველოში არაერთხელ ამყოფი. რაც შეეხება მაკედონიის და ბოსნიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ეს პირველი შეხვედრა იყო და შევთანხმდით უფრო აქტიურ ურთიერთობაზე. რაც შეეხება ხვალ უკვე მალტაში ვიქნებით და იქ გავაგრძელებთ ოფიციალურ ვიზიტს, ხოლო იქედან გადავალთ ესპანეთში, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანაში ერთნაირი გააზრება არ არის საქართველოს და რეგიონის და ეს არცაა გასაკვირი, ამიტომ ჩვენ ეს ქვეყნები, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები, მაქსიმალურად უნდა დავაინტერესოთ საქართველოთი. ეს ჩვენ გვჭირდება.